ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, მაგრამ არ გვეჩვენება. რადგან ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, ნუ გავამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ ხილულ სამყაროზე, არამედ ვეცადოთ ღმერთთან ერთად ვიაროთ უხილავ სამყაროში. მოდით, ერთად გადავხედოთ გამოსვლათა წიგნის 17 თავს. ისრაელების 40 წლიანი მოგზაურობა უდაბნოში ჩვენთვის გაკვეთილია. ის წინასწარმეტყველებს და გვასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ რწმენის უდაბნოში სიარულისას. მოდით, გადავხედოთ გამოსვლის წიგნის 17 თავს 9 მუხლს. წავიკითხოთ მუხლი 8. და მოვიდა ამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში. და უთხრა მოსემ იესოს, გამოგვირჩიე კაცები და გადი, შეებრძოლე ამალეკს. ხვალ მე გადმოვდგები ბორცვის თავზე და ღვთის კვერთხი მეჭირება ხელში და გააკეთა იესომ, როგორც მოსემ უთხრა მას, რომ შებრძოლებოდა ამალეკს. მოსე, აარონი და ხური ავიდნენ ბორცვის თავზე. და იყო, როცა მაღლა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი. და როცა დაბლა დაუშვებდა ხელს, სძლევდა ამალეკი. ის ასახავს იესო ნავეს ბრძოლას ამალეკელებთან რეფიდიმში. აქ იესო ნავეს წინა ხაზზე იბრძვის. მოსე მას ზურგიდან უჭერს მხარს და ღმერთი მოსეს ასეთ ძალაუფლებას ანიჭებს. ამ ურთიერთობაზე უნდა ვიფიქროთ. რაც არ უნდა გამოცდილი და ბრძენი ყოფილიყო იესო ნავეს, ყველაფერი აზრს კარგავდა, როდესაც მოსემ ხელები დაუშვა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გადამწყვეტი არაა მოსეს მიერ ხელების აწევა ან დაშვება, არამედ ღვთის უხილავი ძალა, რომელიც განსაზღვრავს ბრძოლის შედეგს იმის მიხედვით, აწეული იყო თუ დაშვებული მოსეს ხელები. მოდით, გადავხედოთ გამოსვლის 14 თავს 10 მუხლს. ფარაონი მიუახლოვდა, გაიხედეს ისრაელის ძეთ და დაინახეს, ეგვიპტელნი მოსდევენ უკან და შეეშინდათ ძალზე და შეღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს. და უთხრეს მოსეს, ნუ თუ არ იყო სამარხები ეგვიპტეში, დასახოცად უდაბნოში რომ წამოგვიყვანე. ეს რა გვიყავი ჩვენი გამოყვანით ეგვიპტიდან. განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში, დაგვახსენით ჩვენ, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს? რადგან გვირჩევნია ეგვიპტელებს ვემსახუროთ, ვიდრე უდაბნოში დავიხოცოთ და უთხრა მოსემ ხალხს, ნუ გეშინიათ, დადექით და იხილავთ უფლის ხსნას, რომელსაც ის მოიმოქმედებს დღეს თქვენთვის. რადგან ეგვიპტელებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ დღეს, კვლავ აღარ იხილავთ უკუნისამდე. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი დადუმდით და უთხრა უფალმა მოსეს, რას შემღაღადებ? უთხარი ისრაელის ძეთ, რომ აიყარონ. აღმართე შენი კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე და გააპე იგი და გავლენ ისრაელის ძენი ზღვაში მშრალით. ხილულ სამყაროში მოსემ თავისი კვერთხი ზღვაზე გაშალა. თუმცა უხილავ სამყაროში ღმერთმა ზღვა უკან დაიხია და წყლები გაყო, როგორც კი მოსემ თავისი კვერთხი გაშალა. ასევე დავითის ისტორიაზე ვიფიქროთ. როდესაც ახალგაზრდა დავითმა გოლიათი დაამარცხა, ღმერთი რომ არ ყოფილიყო მასთან, შეძლებდა ახალგაზრდა დავითი გოლიათის დამარცხებას, რომლისაც გენერლებსაც კი ეშინოდათ. არსებობდა თუ არა რაიმე კანონი, რომელიც ითხოვდა, რომ შურდულიდან ქვა ზუსტად შუბლზე უნდა მოხვედრილიყო? მისი ალბათობა მილიონში ერთს შეადგენდა. ეს შეუძლებელი იყო. თუმცა რადგან ღმერთი მასთან იყო, როგორ შეიძლებოდა ქვა გამორჩენოდა? ამიტომ, როდესაც სახარების რწმენის გზაზე მივდივართ, არა მხოლოდ გარეგნულად უნდა ვისწრაფოდეთ, რომ სხვებმა ხილულ სამყაროში დაგვინახონ, არამედ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველთვის გვიცავს და ჩვენთან ერთად დადის უხილავ სამყაროში და უხარია, როცა გულმოდგინედ მივყვებით სახარების სწორ გზას. გულწრფელად გთხოვთ, რომ ყველამ გვახსოვდეს ღმერთი, რომელიც ყოველთვის ჩვენთანაა და შევძლოთ რწმენის უდაბნოში სიარულის რბოლის დასრულება. რათა არაფრით დაუსრულებლად შევიდეთ სულიერ ქანაანში, ცათა მარადიულ სასუფეველში.